თქვენი აზრით ხალხო, აი ეს არის ქართველობა, ეროვნულობა თუ რავი, კონსერვატორობა? თუ მე მართალი ვარ და უკრაინა აგებს, მაშინ საქართველოსთან ვიღაცა თუ არ იქნა, ვინც იმათ მე რუსებს, რომელსაც ყველაფერი სანქცია დაადეს, რაც კი დადება შეიძლებოდა და მაინც თუ გადაუარეს უკრაინას, აქედან ვიღაცა თუ იქ არ დაელაპარაკა და იმათმა გადაწყვიტეს, რომ ეხა ბარემ ერთი საქართველოსი მეტზე დაგვადებენ სანქციებს, ერთი საქართველოს ნაკლები. თუ აქედან ვიღაცა დიპლომატიურად რაღაცას არ შეასრულებს, საქართველოს პროსტა რაღაც გუბერნიად კი არა, აი ეს დაგვშლია, თუ მე მართალი ვარ, მე ამ სიტუაციას გამოვადგენ. ხალხო, აი ხო მითხართ, აი როგორ მოხდა ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს, რომელიც ბოლო 200 წელია უშუალოდ რუსეთს ებრძვის და მანამდე მთელი ჩვენი ისტორია ხო თავისუფლებისთვის ბრძოლა, აი ამ ქვეყანაში როგორ მოხდა რაღაცა ეროვნული თუ არის კონსერვატორული თუ რაღაც ქართული ძალები ქვიათ აი ამათ. ანუ ეს არის რაღაც ქართველობა და ეროვნულობა, რო არ ვიცი, შენს მეზობელს რო შეუვარდებიან ყაჩაღები, ქმარს მოკლავენ და ეს ცოლი რო ყვირის და დახმარებას ითხოვს, რომელზეც ძალადობენ, შენ, ანუ გასაგები, ანუ იმას შეიძლება დავითახო, რომ შეიძლება არ გავარდე, როცა ბევრნი არიან და რაღაც თავი არ შეაკლა და ანუ შეიძლება ამას აზრი არ ქონდეს, იმიტომ რომ რაღაც შენი ოჯახის დაობლო და იმასაც ვერ დაეხმარო. კარგი, ანუ ამაზე შეიძლება რაღაცა ვილაპარაკო და შევთანხმდეთ, მაგრამ ანუ იმის მაგათ რომ კარით ჩაკეტო, იმის მაგათ რომ სახლი რაღაც გაამაგრო რაღაცა იარაღი ნახო შეიარაღდე, რაღაცა სხვებს დაუძახო მეზობლებს თუ რაღაცა ვინ შეიძლება დაგეხმაროს, რომ ხალხო რაღაც მოგეხმაროთ, ერთად დავდგეთ. ანუ აი ამის მაგერად გაიყურსო, ეს კარი პირიქით გააღო და შენს ცოლს უთხრა, რომ აი მოდი აი ხო ხედავ, აი ბევრნი არიან, აი აზრი არა აქვს ეხლა, არაფერს აზრი არა აქვს და მოდი მე აი დიპლომატიურად დავილაპარაკები, რომ აი ჩემი ცოლი პირდაპირ დაგანებდება რა, აი არის ძალადო რა, ანუ ხო ჯობს ეს არა, ხო ღირსებას და ვერაფერს თავისუფლებაზე საერთოდ ლაპარაკი ვერ შევინარჩუნებთ, მაგრამ აი არ გავილახები ეხა რა, აი ტყუილად და აი მოდი აი ესე გავაკეთოთ და აი ესე მოვაგვაროთ, აი ეს საკითხი, ანუ ესე დავედით ქართველებს, დავჩმორდით მართლა, რომ ანუ ამის ლაპარაკი არის ეროვნულობა? ხო და ხალხო, რაც გინდა დაირქოთ, რაც გინდა ილაპარაკეთ, მაგრამ მოდი ქართველობას, ეროვნულობას და თუნდაც ამ კონსერვატორობას სახელს ნუუფუჭებთ რა.